მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბიბლიის ერთ-ერთ წიგნზე, ეს არის ესთერის წიგნი. ისტორია ღვთის უხილავი მოქმედების შესახებ. მეგობრებო, ესთერის წიგნი ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საოცარი ნაწილია. მოვლენები ხდება ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ, როცა ებრაელების ნაწილი უკვე იერუსალიმშია, ხოლო ბევრი კვლავ სპარსეთის ქალაქ სუზაში ცხოვრობს. სწორედ იქ ვითარდება ეს ამბავი. მთავარი გმირები არიან მარდოქე და მისი დისშვილი, ახალგაზრდა ქალი სახელად ესთერი. სპარსეთის მეფე აჰასუერესო, ანუ ქსერქსესი იყო თავმოყვარე, სუსტი და ხშირად მთვრალი. მის მახლობლად მსახურობდა ამანი, ბოროტი და ამპარტავანი კაცი, რომელიც ყველასგან თაყვანისცემას მოითხოვდა. წიგნის თავისებურება ისაა, მეგობრებო, რომ მასში ღმერთის სახელი არც ერთხელ არ არის ნახსენები. ეს არის ბიბლიაში ერთადერთი წიგნი, მეგობრებო, სადაც სიტყვა ღმერთი არ არის ნახსენები. მაგრამ სწორედ ამით გვაჩვენებს ავტორი, რომ ღმერთი მაინც მოქმედებს თითქოს უხილავად, ხო? ადამიანურ მოვლენებში თითქოს ყველაფერი უბრალო დამთხოვებია, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის ღვთის განგებით, ხდება ღვთის დაშვები და ყველაფერი მის ხელშია, რა თქმა უნდა. მეგობრებო, ისტორია იწყება იმით, რომ მეფე აწყობს დიდ ძვირფას დღესასწაულს, რომელიც თითქმის ნახევარი წელი გრძელდება. ბოლოს ნასვამი ის მოითხოვს, რომ მისი ცოლი დედოფალი, ესე იგი ვაშტი, ყველას წინაშე გამოჩნდეს თავისი სილამაზით. ვაშტი უარს ამბობს, რის გამოც მეფე გააბრაზდება და ტახტიდან, ესე იგი, შორებს მას. შემდეგ ის ბრძანებს მოეწყო სილამაზის კონკურსი ახალი დედოფლის ასარჩევად. აიჩიოს, ესე თქვა, ახალი დედოფალი. ამ დროს სცენაზე ჩნდება ესთერი, მარდოქეს დისშვილი, ახალგაზრდა მშვენიერი ებრაელი ქალი, რომელიც მალავს თავის წარმომავლობას. მეფე ისე მოიხიბლება მისით, რომ ესე იგი, რომ დედოფლად გამოაცხადებს. მალე მარდოქე შემთხვევით შეიტყობს, რომ ორი მსახური მეფის მკვლელობას აპირებს. ის ესთერს ეტყვის, ესთერი მეფეს და ასე მეფის სიცოცხლე იხსნება. ეს ფაქტი, მეგობრებო, ჩაიწერება სამეფო წიგნებში, თუმცა მაშინდელ დროს მას ყურადღებას არ აქცევდა, ხო? შემდეგ ჩნდება ამანი, ანუ ეს ბოროტი ადამიანი, კაცი, ხო, რომელსაც მეფე მაღალ თანამდებობაზე აღენებს. ყველას ეუბნება, რომ თაყვანისცეს, მაგრამ მარდოქე უარს ამბობს, რადგან ის მხოლოდ ღმერთს ემსახურება. ამანი განრიცხდება და გადაწყვეტს მარდოქესთან ერთად ყველა ებრაელი გაანადგუროს. ანუ ის თარიღს იღებს ჟრებრის, ანუ ებრაულად პურის გდებით. როცა განკარგულება გამოიცემა, მთელი ებრაელი ხალხი, ესე იგი, განწირულია, ხო? მაშინ მარდოქე ესთერს თხოვს, მეფეს ყველაფერი უთხრას და ებრაელებს შველას თხოვოს.
ესტერი შიშობს ხო, რადგანაც სპარსეთის კანონის მიხედვით მეფესთან დაუკითხავად მისვლა სიკვდილით ისჯება. მაგრამ მარდოქე ეუბნება. ვინიც ის იქნებ სწორედ ამისთვის გახდი დედოფალიო. გესმით? ვინიც ისო, რომ გადაარჩინოს ებრაელი ხალხი. ამ სიტყვებით ის ესე იგი აღვიძებს ესთერის რწმენას. ესტერი გადაწყვეტს, ესე იგი იმოქმედოს და ამბობს, თუ მოვკვდები. ის მეფესა და ამას იწვევს დღესასწაულზე, სადაც მეორე დღეს მეფეს სიმართლეს გაუმხელს და ესე იგი ამანის ბოროტება ნელ-ნელა ესე იგი ბრუნდება მის თავზე, ასე თქვა და იმ ღამეს მეფე ვერ იძინებს და ბრძანებს წაუკითხონ სამეფო წიგნები. იქიდან იგებს, რომ მარდოქემ ოდესღაც გადაარჩინა სიცოცხლე, სწორედ ამ დროს ამანი მოდის, რომ სთხოვოს მარდოქეს ჩამოხრჩობა, მაგრამ მეფემ მას პირიქით უბრძანებს მარდოქეს პატივისცეს და ქალაქში ცხენით გაატაროს. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად გავივლით, ჩვენ გვაქვს ძველი აღთმა, მე არღზე მაქვს და ესე ჯერჯერობით არის ესე იგი დაბადება, ანუ წიგნი დაბადება, პირველი წიგნი ძველი აღთმის და შემდეგ აუცილებლად თქვენ ესე იგი ანუ ღვთისშეწევნით მთელი სრულად მთელი ბიბლია მინდა რომ ავტვირთო და ესე იგი რა თქმა უნდა წმინდა მამების გამარტებით და ამას აუცილებლად გავაკეთებ ღვთის დახმარებით და ღვთის შეწევნით და თქვენც მომიხსენიეთ მე ლოცვებში ვლადიმერი რომ ესე იგი ეს შევძლო და თქვენი ლოცვების დახმარებით რომ palma შეისმინოს და მომცეს მე ძალა. გაიხარეთ. ხო და აქვე მინდა გთხოვოთ რომ გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა. შემდეგ ვაგრძელებთ მეგობრებო. ანუ მარდოქეს პატივის წესო და ქალაქში უნდა გაატაროს ცხენით, ხო? მეორე დღეს ესტერი აცხადებს რომ თავადაც ებრაელია. ისე უნება მეფეს, ხო, მეც ვარო ებრაელი და ამანი მისი ხალხის მოსაკლავად ემზადებოდა. გაბრაზებული მეფე ბრძანებს ამანი ჩამოახრჩონ იმავე ჯვარზე, რომელიც მარდოქესთვის მოამზადა. მაგრამ პრობლემი ჯერ არ დასრულებულა, ებრაელების განადგურების ბრძანება კვლავ ძალაშია. მეფე უშვებს ახალ, ესე ვთქვათ, გამოსცემს ახალ განკარგულებას და ახლა ებრაელებს უფლება აქვს დაიცვან თავისი უკაცრავად დაიცვან თავი და დაესწრენ ესე იგი მათ, ვინც მათ მოსპობა შეეცდება. როცა დანაშაული ესე იგი დგება, ხო, ებრაელები მტრებს ამარცხებენ, შემდეგ ამ გამარჯვებას ზეიმით აღნიშნავენ და ასე ჩნდება ესე იგი პურიმის დღესასწაული, იომ-კიპური, ხო პურიმი, ესე იგი რომელიც ჟრებრის, ესე იგი სახელზეა დარქმეული. მარდოქე ხდება მეფის შემდეგ მეორე პირის სახელმწიფოში, ხოლო ებრაელები მშვიდად და ღირსეულად ცხოვრობენ სპარსეთში. მეგობრებო, თუ მთლიანად შევხედავთ ესე იგი ამ ისტორიას, დავინახავთ, რომ ყველაფერი თითქოს შემთხვევით ხდება, მაგრამ სინამდვილეში ღვთის გეგმით არის დაგეგმილი. დასაწყისში მეფე აწყობს დღესასწაულებს, ანუ ბოლოს კი იგივე სიხარული ებრაელებს ერგება. ამანის ამპარტავნება და ესე იგი ეს ბოროტება ბრუნდება მის თავზე, ხოლო მარდოქე, რომელიც თავმდაბალი იყო, დიდებას აღწევს. ესთერის ეს წიგნი, მეგობრებო, ჩვენ გვახსენებს, რომ ღმერთი მოქმედებს ესე იგი მაშინაც კი, როცა თითქოს არ ჩანს, ხო და ჩვენ გონია დღესაც, ხო ჩვენ ცხოვრების ყოველდღიური თქვათ მოვლენები რაც ამ პრაქტიკაში ან თქვათ რაზეც ვაკეთებ, რომ ღმერთს დავავიწყდით და ესე იგი მიუბრუნდა. არა, მეგობრებო, ის ჩვენთან არის, ესე იგი ისმენს ჩვენ იმან იცის ყოველი ჩვენი ტკივილი, ჩვენ რა გვინდა, ჩვენ საუკეთესო შორის სასარგებლო რაც არის, პირველ რიგში მას გამოარჩევს და მოგვანიჭებს და მოგცემს, ხო? და აი მაშინაც კი, ესე იგი, ნახეთ, მაშინაც კი, როცა მისი სახლში
უბრუნდები ამ წიგნს უკვე ამთავრებთ და როცა მის ხალხი ხო აი მისი ხალხი ეს შორიდან ესე იგი ცხოვრობს და ჯულსაც სრულად არ ეცავს უფალი მაინც არ ტოვებს მათ და ბოლოს მეგობრებო ეს ისტორია გვასწავლის რომ ღმერთი ყოველთვის ზრუნავს ადამიანებზე უხილავად ჩუმად მაგრამ ესე იგი მტკიცედ ამიტომ როცა ცხოვრებაში რთულ დროს გავდივართ რაღაც გასასწრელი გაჭირვებები პრობლემები ხო და ვერ ვხედავთ როგორ გვეხმარება უფალი უნდა გვახსოვდეს ის მაინც ჩვენს გვერდითა და თავისი განგებით გადაგვარჩევს მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ მადლობა